და დღის სხვა მთავარი თემების შესახებ კადრების ნაცვლად ესკიზები ნაფიც მსაჯულთა პირველი სასამართლოს ხდომის ეპიზოდები დღეს ფურცელზე მხატვარს გადაქონდა. გახმაურებული მკვლელობის საქმე და 12 მსაჯული, რომელთაც საბოლოო ვერდიქტი უნდა გამოიტანონ. სპეციალურად დღევანდელი განხილვისთვის თბილისში მინასიანების ოჯახის ერთადერთი გადარჩენილი წევრი ჩამოვიდა. თუმცა პროცესი დაწყებიდან რამდენიმე საათში ადვოკატის შუამდგომლობით შეწყდა. სამართლო დარბაზში დღეს ნათია ტრაპაიძეც იმყოფებოდა. ნათია, რა ვითარებაში მიმდინარეობდა პროცესი? გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოებრივი ინტერესი ნაფიც მსაჯულების პირველი ხდომის მიმართ საკმაოდ დიდი იყო, 150 კაციანი დარბაზი იყო მთლიანად შევსებული, გარემო კი იყო ემოციური და საქმიანი, რადგან ბევრისთვის საკმაოდ ძნელი იყო 17 წლის წინ ჩადენილი მძიმე დანაშაულის დეტალების მოსმენა, მხარეებით საკუთარი შესავალი სიტყვით ნაფიც მსაჯულების წინაშე საკმაოდ ემოციურად წარსკნენ. პრეცედენტი, რომელიც იყო დაშვებული, რომ ეს უკვე ცხადად ნახეთ ჩვენ თვალით შევესწარით და უშუალოდ პროცესს მივადენეთ თვალი, იქ იყო ძალიან საინტერესო. თვითონ პროცესი გრძელდება საკმაოდ დიდხანს და იქ მყოფი ადამიანებისთვის ეს იძლევა საშუალებას, რომ აღიქვას სრულიად ის სურათი. ჩანახატების გაკეთება დავით კონტალიანმა სასამართლო დარბაზში დაიწყო და საკუთარ სახელოსნოში დაასრულა. იმის გათვალისწინებით, რომ სხდომის ვიდეო გადაღება კანონით აკრძალულია, ნაფიცი მსაჯულების პირველი პროცესის რამდენიმე ეპიზოდის ჩვენება სწორედ ამ სურათებით შეიძლება. საქალაქო სასამართლოს ყველაზე დიდ დარბაზში ნაფიცი მსაჯულები დილის 10 საათზე შეიკრიბდნენ. სხდომის დაწყებამდე მოსამართლემ მსაჯულებს მათი უფლებები გააცნონ, შემდეგაც 12-მე სასამართლოს წინაშე ფიცი დადო, რომ საქმეზე ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს. თანამედროვე ტიპის პირველ სხდომას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებულიც ესწრებოდა. ნაფიც მსაჯულებს პირველმა სახელმწიფო ბრალმდებელმა მიმართა. პროკურორმა შესავალი სიტყვით მსაჯულებს მინისიანების ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმისა და მკვლელობის საქმის დეტალები გააცნო და დაუსაბუთა, რატომ ითხოვენ მსჯავრდებულისთვის გამამტყუნებელ განაჩენს. ემოციურად წარდგა 12 მსაჯულის წინაშე განსასჯელის დაცვაც. შესავალ სიტყვაში ადვოკატი ბრალდების სიტყვის საპირისპიროს დამტკიცებას ცდილობდა. მხარეებს პოზიციების დასაფიქსირებლად 2 საათი დასჭირდათ. დღესვე დაგეგმილი იყო დაცვის და ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევაც, თუმცა სხდომა გადაიდო. მიზეზი განსასჯელის ადვოკატის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. სასამართლომ გაიზიარა დაცვის პოზიცია, ასევე მხედველობაში მიიღო ბრალდებულის ინტერესები, რომ არ ყოფილიყო დარღვეული ბრალდებულის დაცვის უფლება და აკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა, რის გამოც დღევანდელი სასამართლო სხდომა აღარ გაგრძელდა. პროცესის გადადებას პროკურატურა არ ეთანხმებოდა, მათ შესაბამისი არგუმენტი ჰქონდათ. ჩვენ მთავარი мотиваცია სწორედ ის გახდათ, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდარიყო ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებების მოსმენა სასამართლო პროცესზე. ჩვენ ამისათვის მზად ვიყავით. დღეს წარმოდგენილი ყავდა ჩვენი პირველი 3 მოწმე. მოწმეებს დასაკითხად მხარეები ხვალ წარადგენენ. ნაფიცი მსაჯულები დილიდან ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევას დაიწყებენ. ორივე მხარე ამბობს, რომ ისინი მომზადებულები არიან და საკუთარ სიმართლეში მსაჯულების დარწმუნებასაც შეძლებენ. ჩემი დაცვის ტაქტიკა მაქვს, არსებობს მტკიცებულებები, რომელიც გაამართლებენ მას და მე დარწმუნებული ვარ, რომ გამომართლებელი ვერდიქტი გამოიტანს ნაფიც მსაჯულები. ჩემთვის დიდი პატივია, რომ აღნიშნულ პროცესში ვიღებ მონაწილეობას, ხოლო რაც შეეხება უშუალოდ საქმის დეტალებს და მტკიცებულებებს, რომელიც ბრალდების მხარეს გააჩნია, ეს ჩვენს მიერ წარმოდგენილი და გაჟღერებული იქნება უშუალოდ სასამართლო პროცესზე. Следят от того, что осталось у меня. Я сейчас это тоже и вот здесь, и тоже вот здесь. ესიარები გულინა მინესიანს თავდასხმის შემდეგ აქვს. ჩაცხრილული ოჯახის ცოცხლად გადარჩენილი წევრი ბრალდების უმთავრესი მოწმეა. ის ერევნიდან სპეციალურად სხდომისთვის ჩამოვიდა. Я никогда не забуду этих людей. არასდროს დამავიწყდება იმ ადამიანის თვალები, ვინც ჩემი მშობლები მოკლა. ახლაც კი მიჭირს იმ კოშმარის გახსენება. 17 წელი გავიდა. ისინი, ვინც ეს ჩაიდინა, არ ვიცი როგორ შემომხედავენ თვალებში. რატომ გააკეთეს ეს? დარწმუნებული ვარ, რომ მსაჯულები შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ. მინდა დაისაჯოს ყველა. Это очень трудно мне говорить. გულინა მინესიანი 1994 წლის იანვარში მის ოჯახზე თავდასხმისას სახლში მცირეწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებოდა. დაზარალებული იხსენებს, რომ მამა, დედა და ძმა მის თვალწინ ჩაცხრილეს. საქმის მასალებით მკვლელობამდე ბრალდებულებს 19 წლის ვაზგენ მინესიანი გამოსასყიდის მიღების მიზნით გატაცებული ყავდათ. ოჯახის წევრების ლიკვიდაცია მათ დანაშაულის დაფარვის მიზნით გადაწყვიტეს. მინესიანების სასტიკი მკვლელობისთვის პოლიციამ 17 წლის შემდეგ 3 ადამიანი დააკავა, 2-ს ეძებენ, 1 კი საქმის გახსნამდე გარდაიცვალა. დღევანდელ პროცესს თითქმის ყველა ბრალდებულის ოჯახის წევრი ესწრებოდა. ნაფიც მსაჯულები და თვითონ სასამართლო იქნება კორექტული ამ შემთხვევაში და მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. სად იყო მკვლელობის დღეს 17 წლის წინ? ამას მე ვერ გეტყვით. მინესიანების დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის საქმის განხილვას ნაფიცი მსაჯულები ხვალ განაგრძობენ. ვერდიქტი კი დაჩქარებული წესით სავარაუდოდ 10 დღეში გამოიტანენ.
ნაფიცი მსაჯულების პირველ სხდომას დარბაზში ესწრებოდნენ საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, იქ იმყოფებოდნენ როგორც იურისპრუდენციის პროფესორები, ასევე ექსპერტები. შეფასება ერთი იყო, ნაფიცი მსაჯულების პირველი სხდომა შედგა. კარგად არიან მომზადებულნი მხარეები, როგორც სახელმწიფო ბრალდება, ასევე აცვა ძალიან კარგი სიტყვა იყო სახელმწიფო მხრიდან წარმოდგენილი, მაგრამ არანაკლები კარგი სიტყვა იყო დაცვის მხრიდან წარმოდგენილი. ძალიან რთულია საერთოდ იმ სიტუაციაში ყოფნა, რა სიტუაციაშიც სხდომა მიმდინარეობს, იმიტომ რომ ძალიან მძიმე დანაშაულს ეხება საკითხი. მაგრამ მე სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ პროცესი შედგა. ნაფიცი მსაჯულები ეს არის, ალბათ ყველაზე ძლიერი გარანტია სასამართლოს დამოუკიდებლობის, იმიტომ ეს ადამიანები არ არიან პასუხისმგებელნი მართლაც არავის მიმართ გარდა საკუთარი სინდისისა და სამართლისა. და მეორე ეს არის მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა სამართალ აღსრულებაში, ანუ ხელისუფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციაში. დარბაზში ასევე იმყოფებოდნენ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებისთვისაც საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო დასწრებოდნენ ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში საკმაოდ ისტორიულ პროცესს. ძალიან დიდი ინტერესი საზოგადოებაში, რომ ამ შემთხვევაში მსაჯულები არიან ადამიანები, ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებმაც უნდა მიიღონ განაჩენი, უნდა გამოიტანონ ძალიან მძიმე დანაშაულზე, დამამძიმებელ გარემოებში ჩადენ მკვლელობაზე. მნიშვნელოვანი იყო იქიდან გამომდინარე, რომ ისტორიული დღეა. ვფიქრობ, რომ ნაფიცი მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება ქართულ სამართლებრივ სისტემაში სამართლიანობას დაამკვიდრებს და განაჩენით შესაბამისად ყოველ მხარესთვის მისაღები იქნება. ძალიან დიდი მოლოდინი მქონდა, როგორც არ მარტო მე, ალბათ საქართველოში უმრავლეს როგორც მოსახლეობის უმრავლესობას, რა ვიცი, მე მგონი შეჯიბრობითობის პრინციპი და თანაბარი შანსები აქვს ორივე მხარეს დაამტკიცოს თავისი სამართლიანი თუ სამართლო პოზიცია. მინესიანების საქმის არსებითი განხილვა დღეს დაიწყო. ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით სხდომა ხვალ განახლდება და როგორც სიუჟეტში მოისმინეთ, მსაჯულები ამ საქმეზე ვერდიქტს დაჩქარებული წესით სავარაუდოდ 10 დღეში გამოიტანენ. ეს იყო ნათია ტრაპაიძე, მადლობთ ნათია და კურიაში დღეს თქვენ